ჩვენთვის ჩემო ძვირფასებო, ღვთისგან ბოძებულ საჩუქრებს შორის დროზე უფრო მეტად ძვირფასი არაფერია. თვით ღმერთმა შექმნა თავისთვის. თუ იგი დროს გვიბოძებს და სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს, ეს მხოლოდ მასთან ერთობისთვისაა. არ არსებობს ღვთისგან ბოძებული იმაზე უფრო ძვირფასი საჩუქარი, ვიდრე დრო, რადგან სიკვდილი ყავის დასალევად არ გესტუმრებათ, ის შენს წასაყვანად მოდის. ჩემი განდვლილი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ყოფილ ვარ მომაკვდავ ადამიანთა გვერდით. ვერანაირი თეოლოგია, აღარაფერს ვამბობ ფილოსოფიაზე, რომელიც თვითონვეა მოძველებული, ვერ გასწავლის იმაზე მეტს, ვიდრე ჯვრის ტვირთვა, ტანჯვა და მოთმინება. ვინც ჯვარს გაურბის, ღმერთსაც გაურბის. სხვერპლის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან ერთობა. ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ, მათი ყვირილი, ტირილი, კვნესა და ის შემზარავი ხმები. ისინი საკუთარ ცოდვებს ისეთი სიცხადით ხედავდნენ, როგორც უდიდესი თეოლოგები, რადგან უწყოდნენ, რა მოელოდათ. მათ ძალიან უნდოდათ უკან დაბრუნება და რაიმე კეთილის გაკეთება, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ შეეძლოთ, რამე თუ სიკვდილი უკან მოსულიყო. მაშინ ყველას ისე ძალიან უნდოდა, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით კიდევ ეცოცხლათ. პრობლემა ყოველთვის ჩვენშია. გონია, ბევრი დრო გვაქვს და ვფლანგავთ მას. ვამბობთ, ერთ დღეში რას შევცვლით, მაგრამ სინამდვილეში საქმე დღეებში კი არა, იმ ერთადერთ წამშია, რომელშიც მთელი მარადისობა წყდება. ღმერთი შენი ცხონების შესაძლებლობად ამას მიიჩნევს. ღმერთს არ სჭირდება თავისი ქმედებების გამართლება. ღმერთი არაფერს ამტკიცებს და არაფრის დემონსტრირება არ სურს. ეშმაკი მოქმედებს, მხოლოდ ღმერთის დაშვებით და არ ფლობს მის წინაშე არანაირ ავტორიტეტს ან ძალაუფლებას. მას აქვს თავისუფლება ნამგლით მკისა. გვიბიძგებს ცდუნებისკენ, რათა გამოვხიზლდეთ. და ამ ყველაფრით იგი თავის დაუნებურად გადარჩენაში გვეხმარება. ეშმაკი მახინჯია და საზიზღარე, რადგან არ ეცის სიყვარული. ის იმდენად მახინჯია, რომ შეუძლებელია ცოცხალი გადარჩე, თუ იხილავ მას. ერთმა მორწმუნე პატარა გოგონამ დაინახა ეშმაკი, არა იმ სიმყრალითა და საშინელებით, რაც სინამდვილეში აქვს, მაგრამ მას ერჩივნა მთელი ცხოვრება ფეხში შველი ევლო ცეცხლზე, ოღონდ ეშმაკი აღარასდროს ეხილა. მაგრამ იცი, რას ამბობენ ჩვენს ფარველ ანგელოზზე? შეუძლებელია არ მოკვდე თუ მის ნათელს ახლოდან იხილავ. და მაინც ადამიანი, კაცობრიობა ანგელოზებზე მაღლა დგას. ანგელოზი უფლის მიერ იმისთვისაა შექმნილი, რომ დაამყაროს კავშირი იმ დიდებულ ზეციურ ღირებულებებთან, სადაც თავად ღმერთის უდევს. ხოლო ადამიანი სამყაროს მეუფეა. ადამიანი ღმერთია მადლით. გინდა რაიმე მტკიცებულება? ხატად და მსგავსი. ნუ ფლანგავ დროს, ჩემო ძვირფასო. დღეს ვსაუბრობთ, მაგრამ არ ვიცით, ხვალ ცოცხალი ვიქნებით თუ არა. ეს სავსებით შესაძლებელია. შეიძლება რამე შხამიანმა გვიკვინოს, ან აგური დაგვეცეს თავში, როდესაც არ ველოდებით. და მაშინ სრულიად ღმერთის მოწყალებაზე ვიქნებით მინდობილნი. და თუ სიკვდილი ხვალ არ მოგვაკითხავს, მაშინ გვაქვს დრო, რათა მოვიხვეჭოთ განსაკუთრებული მადლით. ამიტომ გაუფრთხილდით ძვირფას დროს. თუ შესაძლებელი იქნებოდა ზეცაში მყოფთათვის გვეკითხა, რის ფასად მოიპოვეთ ასეთი დიდი ბედნიერება? ისინი გვეტყოდნენ, დროის ფასად, იმ დროისა, რომელიც სწორად გამოვიყენეთ.